Დაუხდი რომ მიღებს მონაწილეობას გადაცემაში დავძანდით ქალბატონო მაია საითაც თქვენ გნებავთ დავძანდით ძალიან ცხარია თემა თავისთავად რომელზეც ჩვენ დღეს საუბრობ პირველ რიგში დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას როგორ იყო თქვენი რეაქცია როდესაც აღმოჩნდა რომ იგივე ალექსანდრე ანქვაბი ან თიბილოვი იყვნენ პუტინის ოფიციალურ სტუმართა სიაში მოგესალმებით პირველ რიგში თქვენს ქალბატონო ინგა და ჩვენს მაყურებელსაც დარბაზსაც ოფიციალურ სიაში ისინი არ ყოფილან ჩვენ ინფორმაცია გადავამოწმეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის და ასევე მსოფლიოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ოფიციალურ მოწვეულთა სიაში ისინი არ ყოფილან შესაბამისად ყველანაირი აჟიოტაჟი ამის თაობაზე მიმაჩნია ზედმეტად რადგანაც ყველას აქვს უფლება როგორც კერძო პირს ჩავიდეს სადაც უნდა და ეს არის სწორედ ის შემთხვევა და როდის გადაამოწმა საქართველოს ხელისუფლებამ ქალბატონო მაია ჩადიოდნენ თუ არა ანქვაბი და დაუშვათ იგივე თიბილოვი სოჩში ამას არ გეკითხებით შემთხვევით ძალიან დიდი ხანია ამაზე ვმუშაობთ ჩვენ საელჩოებს აქვს შესაბამისი ინსტრუქციები უკვე დიდი ხანია ბატონ ზურაბ ბაბაშიძეს აქვს პირდაპირ კონტაქტი ბატონ კარასინთან ესეც უკვე დიდი ხანია სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ხოლო ჩვენს წარმომადგენლობას ჟენევაში აქვს კონტაქტი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ასე რომ ყველა არხით ჩვენის ინფორმაცია ქონდა გადამოწმებული თქვენ ეს ინფორმაცია ქონდათ მანამდე ვიდრე გადაწყდებოდა ქართველი სპორტსმენების წასვლა სოჩში თუ შემდეგ მიიღეთ ეს ინფორმაცია ეს გადაწყვეტილება რომ ქართველი სპორტსმენები სოჩში წავიდოდნენ ძალიან დიდი ხნის წინ არის მიღებული თითქმის 1 წელია შემდეგ ამ თემაზე იყო სხვადასხვა სახის დისკუსია მათ შორის იყო მთავრობის შიგნითაც ჩვენ გქონდა ძალიან სერიოზული მსჯელობა როგორ უნდა მოუქცეულიყავით დავწონეთ ყველაფერი იყო არგუმენტები როგორც საწინააღმდეგო ისე სასიკეთო მთავრობიდან ეს არის ყველაზე საინტერესო ამბავი როგორ მიიღო კონსენსუსი როგორ შედგა საქართველოს ჩვეულებრივად როგორც ხდება ყველა თემაზე და ძალიან ბევრ თემაზე არის მსჯელობა და არის კამათი ყველას აქვს თავისი არგუმენტი მაგრამ ეს მთავრობა იმითაც არის გამორჩეული რომ შემდეგ ახერხებს ერთ გადაწყვეტილებამდე მე ვერ გეტყვით ვერც ერთს და ვერც მეორეს ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ერთი და მეორე მხრიდან არგუმენტები იყო საინტერესო და ამ მსჯელობაში დაიბადა ეს გადაწყვეტილება რომელიც გამოცხადებული იყო მაგრამ არ იყო საბოლოო და მასზე მსჯელობა მიდიოდა ძალიან დიდი ხნის ქალბატონო მაია მე შემთხვევით არ მიკითხავ საღამოს გავრცელდა ნინო ბურჯანაძის განცხადება რომელიც ამბობს რომ თავისთავად ის რომ ეხლა არ ყვევს საქართველოს ხელისუფლება თიბილოვი ანქვაბი ჩადიან თუ არა სოჩში ეს იმაზე მეტყველებს რომ საქართველოს არ გააჩნიაო საერთოდ საგარეო პოლიტიკა ეს ნინო ბურჯანაძის განცხადება მე მგონი ეს განცხადება არასერიოზულია და სერიოზულ კომენტარს მასზე ვერ გავაკეთებ ქალბატონი ბურჯანაძე არ არის ინფორმირებული იმის თაობაზე თუ როგორ მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო კარგი ჩვენი ინტერაქტივის მთავარი შეკითხვა რომელიც უკვე აუხსენით მაყურებელს არის ისინი ამართლებენ თუ არა როგორ აფასებენ ქართველი სპორტსმენების ჩასვლას სოჩში მე მინდა თქვენ დაგისვათ კითხვა რომელზეც დარბაზში ცხარე დებატი გაიმართა წეღან თქვენ როგორ გვეტყვით რას მოვიგებთ ან რას წავაგებდით რომ არ წავსულიყავით სოჩის ოლიმპიადაზე დამეთანხმეთ ახლა როდესაც არის ემოციებით აქ საუბარი მას ვისაც პირადად შეეხო ან უბრალოდ თავისი ქვეყნის პატრიოტია ალბათ ძალიან მძიმე ემოცია ექნებოდა ხო რუსეთის ჰიმნით გახსნილი ოლიმპიადის მე იმედი მაქვს რომ მათ ვისაც ეს პირადად შეეხო ისიც კარგად იციან რომ ეს მეც შემეხო პირადად და ჩემს ოჯახს ამიტომ ჩემზე ვერავინ ვერ იტყვის რომ ამაზე გულგრილად შემიძლია ლაპარაკი რაც შეეხება იმას თუ რა მოიგო საქართველომ ამ გადაწყვეტილებით საქართველო მოიგო ის რომ მან დაიწყო კონსტრუქციული ურთიერთობა რუსეთთან გასაკვირველია ეს 1 წელიწადში ვერ მოიტანდა იმ საბოლოო შედეგს რომლისთვისაც ჩვენ მუშაობთ ეს არის ქვეყნის დეოკუპაცია და აღიარების უკან წაღება და საქართველოს გამთლიანება მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის სწორი მიმართულება ამაზრის მარტო ჩვენ არა ვართ ჩვენ ახლა მოგეხსენებათ ვიყავით რამდენიმე ადგილას სამოგზაუროდ და ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ჩვენ ქონდა ნატო საქართველოს კომისიის ხდომა სადაც გენერალური მდივნის შემდეგ გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და შემდეგ გამოვიდა 28 ელჩიდან 22 ყველას უნდოდა გამოსვლა მაგრამ სამწუხაროდ დრო არ იყო საკმარისი 22-ვე გამომსვლელმა ნატოს წევრი ქვეყნის ელჩმა ჩვენ მოგვიწონა მადლობა გადაგვიხადა იმ კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის რომელიც გადავდგით რუსეთთან მიმართებაში და ვთხოვა რომ გავაგრძელოთ ასევე რადგანაც
მათი ანალიზით ეს უფრო ბევრს მოუტანს საქართველოს, ვიდრე მოუტანდა ის კონკრეტულად დაკარგული ტერიტორიების თვალსაზრისით. ჩვენი მიზანი არის ქვეყნის დეოკუპაცია, აღიარების უკანწაღება, ტოლვილების დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში. ეს რომ არ გამოვიდა იმ რიტორიკით, რომელიც აქამდე ქონდა წინა ხელისუფლებას, ეს ფაქტი სახეზეა. ამ ახალი მიდგომით ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო კონსტრუქციული ურთიერთობა, რომელიც ჩემი იმედით და ჩემი ვარაუდით შეიძლება დღეს და ხვალ არა, მაგრამ უახლოეს მომავალში აუცილებლად მოახდენს გავლენას პოლიტიკურ. ძალიან დიდი მადლობა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი გადაცემის მთავარი ერთ-ერთი ხაზი არის ყოველთვის რას ფიქრობს აუდიტორია, რას ფიქრობს ხალხი. მე მინდა ეს დებატების რეჟიმი არ არის თქვენთან უბრალოდ 2-3 მოსაზრება მოვისმინოთ, მაგალითად ქეთათო ჩარკვიანს მინდა დაუსვა ახლა შეკითხვა, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა საპროტესტო აქცია რუსთაველზე და ისინი აპროტესტებდნენ საქართველოს ქართველი სპორტსმენების მონაწილეობას სოჩი. ქეთათო, რა სიტყვით? ჩვენ გვაქვს მოლოდინი უკეთესი ურთიერთობების. მოვისმინეთ ქალბატონი მაიას განცხადება. თქვენი პროტესტი რამ გამოიწვია? მაშინ როცა ასეთი მოლოდინი აქვს ხელისუფლებას. პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ბევრად კარგი იქნებოდა მიზანშეწონილი ამ შემთხვევაში ოლიმპიური დროშის ქვეშ მიეღოთ მონაწილეობა სპორტსმენებს და ეს ყველაფერი, ანუ აი ამდენი სარისკო სიტუაცია და დაუგეგმავი, ასე ვთქვათ, მთავარი პუტინის მიერ, ასე ვთქვათ, დაუგეგმავი არაორდინალური სიტუაციები არ მოხდებოდა, იმიტომ რომ თიბილოვი არის მიწვეული ოფიციალურად. მე რამდენადაც ვიცი სოჭის ოლიმპიადაზე და საერთოდ იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ყველაფერი არ არის პოლიტიზირებული, ცოტა არ იყოს უკვე სასაცილოა დღევანდელ დღეს. რა თქმა უნდა, საქართველოს შეუძლია ყველა ასპარეზი გამოიყენოს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას, რომ ჩვენ დღეს ვართ ოკუპირებულები. არ ვიცი რამდენად შეძლებს აი ამ ვითარებაში საქართველოს აი ამ ასპარეზის გამოყენებას. უბრალოდ ჩემთვის და ჩემ მეგობრებისთვის ერეკლე დეისაძეს ახლა ჩვენთან ერთად სტუდიაში ყოველთ მიუღებელი იყო საქართველოს ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღება. ჩვენ გამოხატეთ პროტესტი და ძალიან ბევრი ადამიანი გვიერთდება და გვიჭერს მხარს. კი ბატონო, ახალგაზრდა ბიჭი მამაკაცი ითხოვს სიტყვას, გისმენ და შემდეგ მე მექნება კითხვა ქალბატონმა. ცენტრი გიორგი ჭილაშვილი. პირველ რიგში ეს მინდა ვისაუბრო, ეს არის ანუ ერს ყოველ შემთხვევაში მე რასაც ვთვლი, ანუ უარყოფით ხარეთ იყო, რომ კონსოლიდაცია აკლია ამ საკითხში, არ არის გაერთიანებული მხედრებში, როგორ შეიძლება იყოს წარმართული დიპლომატიური პოლიტიკა. აგრეთვე მოვიყვან მაგალითად იმას, რომ ჩვენ რას ვიღებთ, ამით ვუყურებთ დადებით რეაქციას ნეიტრალიტეტისკენ და ყველა ანუ დათბობის პოლიტიკას ვუყურებთ, მაგრამ გამოხატულება ამისა რა არის ჩვენი მეზობელი ქვეყნის რუსეთის მხრიდან ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში იყო 11 კილომეტრი გადმოწეული ბუფერულ ზონად გამოგვიცხადა და გვითხრა ის, რომ ეს ტერიტორია იქნება დროებით და შემდეგ უკან დავაბრუნებთ. ანუ ყველა ის დადებითი გამოხატულება, რაც საქართველოს შეძლო და გამოხატა თქვენის თამადობით რუსეთის მხრიდან იყო ის, რომ ჯერ დისიდადვანი და შემდეგ კიდევ ეს 11 კილომეტრი. აგრეთვე ჩვენ ნახეთ სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მაისურებზე არის წარწერა აფხაზია future country. ანუ ეს რას ნიშნავს? მე ვთვლი ამას, რომ არ შეიძლება ჩვენ მივიღოთ რაიმე ვალდებულებები იმ სახელმწიფოსგან, რომელმაც არასდროს არაცერთი დოკუმენტი არ შეასრულა. არც ერთი დებულება საქართველოს წინაშე, რაც აღებული ქონდა ვალდებულების სახით, არაფერი არ შეასრულა. ანუ ესე იქნება, პროვოკაციაც შეიძლება მოხდეს და უმთავრესიც. როგორ შეიძლება ვლადიმერ პუტინისგან მიიღო რაიმე გარანტიის სახით და მე საზოგადოების გამოძახისეთ მარტივ მას გავაკეთებ, რადგან ესე რა თქმა უნდა არ ვის ძალუც ხორცელსა გავლენისა გარდავლენაო, რადგან გააკეთეთ ეს ნაბიჯი და გადადგით პატივისცემას გიდასტურებთ, მაგრამ მინდა რომ შეგახსენოთ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს და მაინც მომხრევ არ იმისა, რომ სადაც იქ იყო, რომ აფხაზეთი არის მომავლის სახელმწიფო, ეს ესე არ იქნება, არის საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს ქვეშ და მინდა რომ საჩუქრის სახით მინიც გადავცე ჩვენი მაისური, რომელსაც მე გადავცემ, კი ბატონო, მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა. ამაზე მოდით შევთანხმდეთ, სხვა არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესახებ ჩვენ მსჯელობთ, არ ვიცი გასცემდით თუ არა პასუხ შემდეგ ირაკლი დოლაბერიძე. დიახ, გისმენთ ქალბატონო. ძალიან დიდი მადლობა საჩუქრისთვის. მე ამის შეხსენება ნამდვილად არ მჭირდება და ალბათ თქვენ ამაში ეჭვი არ უნდა გეპარებოდეთ. სამწუხაროდ, როდესაც თქვენ დაიწყეთ გადაცემა, მე ყველას კომენტარი ვერ გავიგე ქალბატონების განსაკუთრებით, იმიტომ რომ წყნარად ლაპარაკობდნენ და სამაგიეროდ მესმოდა ემოციური კომენტარები მამაკაცების.
ოლიმპიური დროშის ქვეშ მე ვფიქრობ საქართველოს არ უნდა გამოსულიყო. თუ მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რომ გამოდის ოლიმპიადაზე, საქართველოს არის დამოუკიდებელი ქვეყანა თავისი სუვერენული დროშით და სწორედ მის ქვეშ უნდა გამოსულიყო საქართველოს და ის რომ რუსეთში ფრიალებს საქართველოს დროშა, როგორც აქ მესმოდა, როდესაც თქვენ გადაცემა დაიწყეთ, მე მგონი ეს სულაც არ არის ცუდი. რუსეთის დროშა ხო არ ფრიალებს საქართველოში, პირიქით არის, ხო? საქართველოს დროშა ფრიალებს რუსეთში, ამიტომ მე ძალიანაც მომწონს, რომ საქართველოს დროშა ფრიალებს რუსეთში. ხოლო ნებისმიერი სახის მაისურით იქ ვიღაცის სიარული არ არის ოფიციალური განცხადება. ყველანაირი პროვოკაცია შეიძლება იქ მოხდეს, ჩვენ ყურადღება გამახვილებული გვაქვს მარტო იმაზე, რაც ჩვენ გვტკივა და ჩვენ გვაინტერესებს. იქ ალბათ სხვანაირი პროვოკაციებიც ბევრი იქნება. მე ახლა დავბრუნდი მიუნხენის კონფერენციიდან, სადაც ქუჩები სავსე იყო აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული მოთხოვნებით, მაისურებით, დროშებით, წარწერებით, მიტინგებით და ასე შემდეგ. ამას არ მოუხდენია გავლენა არც ერთი იმ ქვეყნის პრესტიჟზე და თავმოყარეობაზე, რომელიც მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობდა. და ის რომ დღეს გაიმართა მიტინგი, მე ამას მივესალმები, ეს არის დემოკრატიის გამოხატულება, იმასაც რომ ამ დარბაზში არსებობს სხვადასხვა აზრი, იმასაც რომ თქვენ ესე შეგტკივათ გულის სამშობლოზე, დამერწმუნეთ მე თქვენს გვერდით ვარ და სიამოვნებით ვატარებ ამ მაისურს. და მე მინდა მადლობა გითხრათ, რომ მიიღებთ მონაწილეობას ამ გადაცემაში. კითხვა თუ გაქვთ რაიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან და მე მას ბოლოს შეკითხვა უნდა დაუსვა. გისმენთ რომელიმე არ ვიცი, აი უკან ითხოვენ მე. გისმენთ გადააწოდეთ. დიახ, ბრძანეთ. მოგესალმებით, ქალბატონო მაია. თქვენმა ხელისუფლებამ, მას შორის თქვენც ბრძანეთ, რომ ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში ჩვენ გვექნება ადეკვატური რეაქცია, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პასუხი გავცეთ ადეკვატურად ამ პროვოკაციას. დაუშვათ არ თვლით არაფრად იმას, რომ იქ მაისურებით არიან თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაუშვათ არ თვლით არაფრად იმას, რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერები არიან დე-ფაქტოდ ჩასულები. სინამდვილეში ოფიციალურად არიან სიაში მიწვეულები. რა კომენტარს გააკეთებთ იმაზე, რომ ოლიმპიადის დაწყების წუთებშივე მოხდა ყველაზე დიდი პროვოკაცია, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს არის რომ საქართველოს დროშას მოჭრილი ქონდა აფხაზეთი და ცხინვალი და დაფარებული ქონდა ეგრეთ წოდებული რუკას ქონდა მოჭრილი აფხაზეთი და ცხინვალი და დაფარებული ქონდა რაღაც ჩრდილი უსუსური ცელობა რაღაც ხინჯისა. ეს არის თუ არა პროვოკაცია თქვენი შეფასებით და ამ შემთხვევაში რა რეაგირებას მოახდენს თქვენი ხელისუფლება. მე მინდა ბოდიში დავამთავრებ, მე მინდა ხალხის სახელით გითხრათ, საქართველოს სახელით. ხალხის სახელით ლაპარაკი ძალიან ისე პრეტენზიულად. მე შემიძლია თქვა საქართველოს სახელით, იმიტომ რომ მე ვიცი ჩემი ხალხის პოზიცია. თუ თქვენ არ გექნებათ სწორი და ადეკვატური რეაგირება დაუყოვნებლივი ამ ოლიმპიადასთან, ამ პროვოკაციებთან მიმართებაში და დამერწმუნეთ, რომ ძალიან მალე ადეკვატური და სწორი რეაქცია ექნება ქართულ ხალხს, არა მარტო თქვენი პოლიტიკური სუნთქვა შეიზღუდება, არამედ ძალიან სერიოზული პრობლემები შეგექმნათ. კი ბატონო, ირაკლი დოლობერიძე ითხოვს წინ სიტყვას და მე ქალბატონ მაიას დავასრულებინებ შემდეგ პასუხს. ირაკლი, გისმენ ძალიან გთხოვთ, მოკლედ უნდა ჩამოაყალიბოთ, იმიტომ რომ ცოტა ხანში ჩვენ ვიწყებ დებატებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და დარბაზი აქტიური. მინდა გითხრათ, რომ ოლიმპიური თამაშების მასპინძელი არის ორგანიზაცია, რომელიც არის სხვათა შორის გაეროს წევრი ორგანიზაცია, ორადორი ორგანიზაცია არის საერთაშორისო ორგანიზაცია გაეროს წევრი, ეს არის წითელი ჯვარი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და არა რუსეთი. მეორე გადაწყვეტილება აქ ხელისუფლებამ რა გადაწყვეტილებაც მიიღო ხელისუფლებას მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩასვლასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება აქ მიღებული იქნა სპორტული საზოგადოების, კერძოდ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ. მოწვეული იქნა სესია და სესიამ გადაწყვიტა მასში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი. ჩვენი სპორტსმენების მონაწილეობა არის უმნიშვნელოვანესი იქ, რადგანაც ისინი თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში მთელი ცხოვრება ემზადებიან და მათ დიდ გამარჯვებებს მიაღწიეს, რომ მოეპოვებინათ ლიცენზია და ქულები ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისათვის. მინდა შეგახსენოთ ქალბატონო ინგა და საზოგადოებას, წელს საქართველოს სპორტულმა სხვადასხვა ფედერაციამ სპორტის სხვადასხვა სახეობაში არაერთ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის მსოფლიო უნივერსიადაში, სადაც ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს აღლუმზე საქართველოს დელეგაციას. ნოემბერში სამბის ეროვნულმა ნაკრებმა ორ წონით კატეგორიაში სანქტ-პეტერბურგში, სადაც ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა შეჯიბრებაზე
მოიპოვა ოქროს მედალი და ფეხზე წამოაყენა მთელი დარბაზი საქართველოს იმზე და აიწია საქართველოს დროშა, აი ეს იყო უმნიშვნელოვანესი და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლება 9 წლის განმავლობაში ისე იღებდა გადაწყვეტილებას სპორტულ საზოგადოებას, არაფერს არ ეკითხებოდა. მათ შორის მინდა შეგახსენოთ პეკინის ოლიმპიური თამაშებიდან ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილება გუნდის მოხსნასთან დაკავშირებით და იცით თქვენ იქ რა მოხდა? გუნდმა უარი თქვა წამოსვლაზე, დარჩა და საქართველოს მოუტანა ძალიან ბევრი მედალი. ასე რომ ჩვენი სპორტსმენების მონაწილეობა თან ამ ფონზე როცა უკვე მონაწილეობთ, არის მართლა ღირსეული და კარგი იყო სწორედ რომ საქართველოს სწორედ მართალი ბრძანა ქალბატონმა მაიამ რომ ქვეყანა რომელიც მონაწილეობს ოლიმპიურ თამაშებში გამოდის სწორედ თავისი ქვეყნის სიმბოლიკით და თავისი დროშით. დიდი მადლობა. ქალბატონო მაია, მე მინდა გითხოთ ბოლოსკენ რომ ეხლა ირაკლი ამბობდა და თქვენც ბრძანეთ რომ ეს არ არის საქართველოს ოფიციალური დელეგაცია, იქ არ არის წარმოდგენილი ხელისუფლება, მაგრამ თუ არ ვწდები გუშინ თქვენმა ოპონენტებმა თქვენს იგივე ლერი ხაბელოვთან დაკავშირებით რომ იგი არის უმრავლესობის წევრი, არის პარლამენტის წევრი, წარმოადგენს ქართულ ოცნებას და იგი არ არის მხოლოდ ოლიმპიური კომიტეტი. ანუ ნიშნავს თუ არა მისი ყოფნა დაუშვათ იმ იგი არის ოლიმპიური კომიტეტის ფუნქციით იქ და არა როგორც პოლიტიკოსი. თუ შეიძლება რუკასთან დაკავშირებით მე სამწუხაროდ ამისი ნახვის საშუალება ტელევიზორში არ მქონია, ვნახე მხოლოდ Facebook-ზე და არ ვიცი სხვა დროშები როგორ იყო და ეს ღრუბელი როგორ შეიძლება აიხსნას. ასე რომ თუ მაჩვენებთ იმას როგორ იყო სხვა ქვეყნებით, ყველა გეცინებათ ქართველი ერის სახელით მოლაპარაკე ახალგაზრდა ძალიან სიმშვიდით. ერთი რამ ვიცი რომ ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს დროშა იყო, საქართველოს რუკა იყო ისეთი როგორიც არის საქართველოს რუკა, ინგლისური და ქართული წარწერებით და ამაზე კომენტარიც ვნახე ჟურნალისტების მხრიდან რომ რუსეთმა აღიარა საქართველოს მთლიანობა. ასე რომ კარგით. მე ვფიქრობ რომ ეს არ შეიძლება ჩაითვალოს. კარგით. დებატების გარეშე ძალიან ხო დებატების გარეშე და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ საზღვრებთან დაკავშირებით. ამ ოლიმპიურ სამზადეში ფსოუზე 11 კილომეტრით როდესაც გადმოიწია. ეს მოცემულობა თქვენი მოლოდინი როგორი არის ოლიმპიადის შემდეგ შეიცვლება თუ დარჩება ასე? ჩვენ ამის თაობაზე უკვე გვაქვს დაწყებული ძალიან სერიოზული მუშაობა იმისათვის რომ ყველა იყოს ინფორმირებული და შესაბამისი რეაქციები იყოს თუ კი და ისე რომ არ აღდგა ძველი საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის ჯერჯერობით ჩვენ ამისი საფუძველი არ აგვაქვს რომ ვიფიქროთ რომ ეს არ მოხდება მაგრამ დამერწმუნეთ ჩვენ შეიძლება ყველაფერს არ ვამბობთ რასაც ვაკეთებთ მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა საგარეო საქმეთა მინისტრი რომელსაც პრობლემა არ ქონია რომ დარბაზის შეკითხვებისთვის პასუხი გაეცა წარმატებას გისურვებთ. კარგად იყავით. დიდი მადლობა ქალბატონო მაია. მასე თქვენ უსმენდით მაია ფანჯიკიძეს თქვენ გაქვთ თქვენი რეაქცია